საკვები, დიდებული საკვები. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია არმია. ის უბრალოდ ვერ იმუშავებს თუ ჯარისკაცებს მუცელი ცარიელი აქვთ. უკრაინამ ეს კარგად იცის და მან ახლახან გააკეთა გენიალური რამ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის არმიის შიმშილით მოკვას. ეს აღარ ეხება პირდაპირ მოკლას ან სამხედრო ინფრასტრუქტურის პარალიზებას. უკრაინამ რუსეთს ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ პუტინის საომარი მანქანის მუცელი ამოაგლიჯა. ერთადერთი რამ, რის გარეშეც არმია ვერ იარსებებს, ახლა საფრთხის ქვეშაა და მისი გავლენა უკვე იგრძნობა არა მხოლოდ რუსეთის ჯარისკაცებზე, არამედ იმ ნახევარკუნძულზეც, რომელიც 2014 წლიდან უკანონოდ არის ოკუპირებული. ჩვენ ჩერნიჰივკაში, უკრაინის სამხრეთში გადაგივიყვანთ. პუტინის შეჭრის უმეტეს ნაწილში ჩერნიჰივკა იყო ერთ-ერთი სამი მთავარი ბაზიდან, რომელსაც რუსეთი იგავებს ოკუპირებულ სამხრეთში თავისი საველე არმიებისთვის. ეს მნიშვნელოვანია. ეს ბაზა ორ სხვა ბაზასთან ერთად წარმოადგენს რუსეთის სამხედრო ძალების კუჩს უკრაინის სამხრეთში და მისი შენარჩუნება გადამწყვეტია, რომ პუტინის მარიონეტები გამოკვებილები ჰყავდეთ. ზუსტად იმდენად, რომ მათ შეძლონ უშედეგო შეტევების განხორციელება უკრაინის თავდაცვაზე და ასევე შეინარჩუნონ საკუთარი თავდაცვა იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ აქვთ ოკუპირებული. ჩერნიჰივკა თითქოს უკრაინის მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ უნდა ყოფილიყო, უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის საველე არმიებისთვის. მაგრამ უკრაინამ ეს ყველაფერი თავდაყირა და აყენა. 1 ივნის უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 422 ცალკეულმა პოლკმა პირდაპირ დარტყმა მიაყენა რუსულ მომარაგების სატვირთო მანქანას ელისაიუკას დასახლების მახლობლად, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს. ეს თავისთავად აღსანიშნავია. ნებისმიერი მომარაგების სატვირთო, რომელსაც უკრაინა გაანადგურებს, არის მანქანა, რომელიც ვეღარ მიაწვდის რუსეთის ძალებს საჭირო საკვებსა და საბრძოლო მასალას. თუმცა, რაც ამ დარტყმას მართლაც გამორჩეულს ხდის, არის ის, რომ ის მოხდა ჩერნიგივკიდან 23 კილომეტრში. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ დარტყმა 23 კილომეტრში მოხდა. უკრაინის დრონებმა ჩერნიგივკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრი დაფარეს, რითაც დაამტკიცეს, რომ ისინი არა მხოლოდ იმ ბაზამდე მისვლას ახერხებენ, რომელსაც რუსეთი ხელშეუხებლად თვრიდა, არამედ შეუძლიათ მას გაცდნენ და გაანადგურონ მომარაგების სატვირთო, რომელიც შესაძლოა სწორედ ამ ბაზისკენ იყო გზაში. ისვაც უკრაინამ ახლა გააკეთა, გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სატვირთოს დარტყმა მთავარ გზაზე. როგორც უკრაინის ომის ანალიტიკოსი კლემენტე მოლანი არნიშნავს, უკრაინა ახლა რუსულ სატვირთოებს მაშინ ურტყამს, როცა ისინი ტაქტიკური დონის პოზიციებზე მისვლისას. მოლანი ასევე ხსნის, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი პოსტში X-ზე. მხოლოდ რამდენიმე ქალაქი დარჩა, სადაც 4 არმია, რომლებიც ფრონტზე არიან და მათი ლოგისტიკური და საბლობის პუნქტები განთავსდება. მთავარი ტერიტორია რკინიგზის გასწვრივაა, ჩერნიგივკასთან, კამიანკასა და როზივკასთან ახლოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად შეძლებს უკრაინა ამ ქალაქების ლოგისტიკური ქსელის დარტყმას ტაქტიკურ დონეზე, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს 4 არმიის მომარაგება, რომლებიც ამ სამ დასახლებას ბაზად იყენებენ. ეს იმ ტიპის დარტყმაა, რომელიც მთელი არმიის მუცელში ხდება და აანგრევს მას. უკრაინის გააქტიურებული კამპანია რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ მხოლოდ საწვავისა და სამხედრო ტექნიკის შეჩერებას არ ეხება. რუსეთის განადგურებულ სატვირთოებს შეეძლოთ გადაეტანათ ყველაფერი, მათ შორის ის აუცილებელი საკვები მარაგიც, რომელიც საჭიროა სახმელეთო არმიისთვის, რომელსაც უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში უწყვეტი შეტევების განხორციელებას ავალებენ. ეს შეტევები ან საერთოდ არ ხდება, ან მნიშვნელოვნად სუსტდება, როცა ჯარისკაცებს მუცელი ცარიელი აქვთ. მომარაგების სატვირთოს დამწვარი ნარჩენები ჩერნიჰივკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში რუსეთისთვის აფეთქებად შეტყობინებას წარმოადგენს, რომ ახლა 4 მთელი საველე არმია საფრთხის წინაშეა, რომ შიმშილით იძულებულნი გახდებიან დატოვონ თავთავიანთი პოზიციები. აქედან იწყება ყველაფერი მართლაც სერიოზული რუსეთისთვის. თუ ეს მხოლოდ ერთი დამწვარი მომარაგების სატვირთოს ამბავი იქნებოდა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. სატვირთო, რომელიც სავსეა მარაგით და იკარგება, ნამდვილად აზიანებს რუსეთს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ ერთი საველე არმია მწყობრიდან გამოიყვანოს, მით უმეტეს 4. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სატვირთო არ არის, ეს ასობითია. უკრაინამ წამოიწყო კოორდინირებული საშუალო მანძილის კამპანია, რომელმაც სრულად გადაუკეტა რუსეთს მარაგები იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთს არასდროს ეგონა, რომ უკრაინა შეძლებდა დარტყმას. 30 მაისიდან 1 ივნისამდე 3 დღე ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ წარმატებას, რომელსაც უკრაინა ამ კამპანიით აღწევს. 30 მაისს რუსეთმა დაკარგა 483 მანქანა და საწვავის ცისტერნები, უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმის დრონების შედეგად. მეორე დღეს კიდევ უფრო დიდი დანაკარგები იყო, 524 მანქანა დაიკარგა. 1 ივნისს უკრაინამ დაასრულა 3 გამანადგურებელი დღე, კიდევ 384 რუსული მომარაგების მანქანის განადგურებით, რის შედეგადაც 3 დღიანი საშუალო მაჩვენებელი გახდა 463 რუსული სატვირთო მანქანა დღეში. თუ ჩერნიჰივკაში მდებარე სატვირთო მანქანა იმის ნიშანია, რომ უკრაინას შეუძლია უფრო ღრმად დაარტყას ვიდრე რუსეთი ელოდა, ამ 3 დღის განმავლობაში შეტევის მასშტაბი მიუთითებს, რომ უკრაინა საშუალო მანძილის დრონებს იმდენად დიდი რაოდენობით აწარმოებს, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის სამხრეთის არმიების შიმშილით გაანადგურონ. რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცების შიმშილის ამბები ახალი არაფერია. 2026 წლის დასაწყისში უკრაინის დაზვერვამ გაამჟღავნა, რომ ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იმდენად ფშიერია, რომ იძულებულია გარდაცვლილი თანამებრძოლების ნარჩენების შეჭამოს, რათა როგორმე ხორცი მიიღოს. სხვა შემთხვევებში RFU-ს ცნობით რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს ესვრიან, რათა საკვებზე ხელი მოიკრან. და დონეცკის ლემანის ფრონტზე გადაჭერილი კომუნიკაციები აჩვენებს, რომ რუსეთის ლოგისტიკას უკვე აქვს პრობლემა უკრაინის აღმოსავლეთში.
ადრე დღეში ორჯერ თითო ან ორი შოკოლადის ფილა გვიგდებდნენ. ეხლა უკვე მესამე დღე არაფერი გვიჭამია და ხვალ მეოთხე იქნება. ისმის ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა გადაჭერილ ჩანაწერში. მაგრამ ის, რასაც უკრაინა აკეთებს თავის სამხრეთ ტერიტორიებზე, განსხვავებულია. ყველა ეს ისტორია ეხება ცალკეულ შემთხვევებს, როცა რუსი ჯარისკაცები იმდენად შიმშილობენ, რომ უკიდურეს ზომებს მიმართავენ, რათა რამე ჭამო. დიახ, უკრაინის ლოკალურ კამპანიებს, რომლებმაც ამ ჯარისკაცებს მარაგების მიღების შესაძლებლობა წაართვეს, თავისი როლი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ უკრაინის მხრიდან კოორდინირებული მოქმედება არ ყოფილა. ახლა კი უკვე არსებობს ასეთი რამ. მთელი კამპანია შექმნილი, რათა რუსეთის უკანა ლოგისტიკა დაასუსტოს და მას მხარს უჭერენ სპეციალური პროგრამები, როგორიცაა ლოგისტიკის ბლოკირების ინიციატივა, რომელიც მაისის ბოლოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შექმნა. და დრონების ახალი თაობა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს უფრო ღრმად და ძლიერად დაარტყას ვიდრე ოდესმე. დაიმახსოვრეთ ეს დრონები, მალე ისევ დაუბრუნდებით მათ. დაუბრუნდეთ იმ სამი ქალაქს, რომელსაც მოლიანი ახსენებს: ჩერნიჰივკა, კამიანკა და როზივკა. მხოლოდ ის დასახლებები არ არის, სადაც რუსეთმა თავისი 4 საველე არმია განათავსა. ისინი მომარაგების კრიტიკული საკჭო წერტილები, კვანძო წერტილები. საკვები და მარაგები ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანით გადის ამ ქალაქებზე. მატარებლები მარტო ვერ აღწევენ ამ ქალაქებში და ისინი უბრალოდ უფრო დიდი სამიზნეები იქნებოდნენ უკრაინის დრონებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა ალტერნატიულ მარშრუტებსაც არ უნდა ეცადოს რუსეთი თავისი სატვირთოებისთვის. რეალობა, რომელსაც ვერ გაექცევიან ისა, რომ ყველა მათგანი უნდა შეიკრიბოს ამ სამი ქალაქის გარშემო, რათა რუსეთის სამხრეთის საველე არმიები იყოს უზრუნველყოფილი საკვებითა და მარაგებით. ეს გარდაუვალი. ის, რაც დაუძლეველად მიიჩნეოდა, ახლა უკვე დართმულია. და უკრაინას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს, რომ ეს მომარაგების კრიტიკული საკონძო წერტილები რუსეთის სამხრეთის არმიების დაღუპვის მიზეზი გახდეს. ევრომაიდანის პრესა ვარაუდობს მომავალს, სადაც უკრაინა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ საშუალო რადიუსის დრონების როებს გავშვებს არნიშნული 3 დასახლების მიმართულებით. ეს დრონები დაპროგრამებული იქნება, რომ დაარტყან ნებისმიერ სატვირთოს, რომელსაც დაინახავენ, სწორედ იმ წერტილებში, სადაც ეს სატვირთოები ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს. სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეიკრიბონ ჩერნიჰივკაში, კამიანკასა და როზივკაში. რუსეთის სამხედრო დაგეგმვამ მას სხვა გზა არ დაუტოვა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მიაღწიოს რუსეთის ზურგის ამფენას. შემდეგი ნაბიჯია კოორდინირებული კამპანია, რათა ეს ლოგისტიკური კვანძები სრულიად გამოუსადეგარი გახდეს რუსეთის 4 სამხრეთის საველე არმიისთვის. უკრაინას აქვს დრონები, რომ ესეც მოახერხოს. 30 მაისს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში მან დაადასტურა 14 შემთხვევა, როდესაც უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს რუსული მანქანები, რომლებიც საკვებს, საწვავსა და ამუნიციას ეზიდებოდნენ კრიტიკულ მარშრუტებზე, რომლებიც რუსეთს ოკუპირებულ ხირიმთან და უკრაინის სამხრეთში სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან აკავშირებს. ეს ძალიან მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ხდება, მაგრამ ამ ანგარიშს საინტერესოს ის ხდის, რომ ბევრ შემთხვევაში გამოყენებული იყო ჰორნეტის დრონი. ეს დრონი, რომლის წარმოებაც მხოლოდ $5,000 ღირს, ატარებს 5 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს და შეუძლია 200 კილომეტრამდე მანძილზე გადაადგილება. ხელოვნური ინტელექტით იმართება. ის გაწუხთმილია 1000 საათის დრონის ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებიც უკრაინამ ჩაწერა, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად იცის რა უნდა ამოიცნოს სამიზნედ. ადამიანის ჩარევის გარეშე შეუძლია დარტყმის განხორციელება. ეს ის ტიპის დრონებია, რომლებსაც უკრაინა გამოიყენებს რუსეთის სამხრეთის საველე არმიების მომარაგების გარეშე დასატოვებლად. უკრაინას მხოლოდ ის დარჩენია, რომ ეს დრონები გააგზავნოს და დაათარაშოს იმ 3 დასახლებასთან, რომლებიც ამ ვიდეოში ვახსენით. დანარჩენს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. ჰორნეტი ამჩნევს პოტენციურ სამიზნეს. ამოიცნობს მას იმ 1000 საათის ვიდეო მასალით, რომელიც დრონების ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელად იქნა გამოყენებული და შემდეგ მიზანში იღებს. და რადგან ეს დრონები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, ისინი უფრო მდგრადები არიან ჩახშობის მეთოდების მიმართ, რომელსაც რუსეთი იყენებს ტრადიციული FPV და სატელიტით მართვადი დრონების შესაფერხებლად. Army Recognition ამატებს, რომ ამ ტიპის ტექნოლოგია აუცილებელი არ არის მხოლოდ FT ტიპის დრონზე იყოს შეზღუდული. Palantiris Prismas საბრძოლო ველის მართვის სისტემა საფუძვლად უდევს იმას, რასაც Hornet-ი აკეთებს. და ეს არის სისტემა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის საშუალო დიაპაზონის დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტით დამიზნების შესაძლებლობების მისაცემად, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის კუჩში დარტყმის შემდეგ დარტყმის მისატანად. აი ამის ეშინია პუტინს. უკრაინა აქტიურად მუშაობს, რომ 4 სამხრეთის საველე არმიისთვის მომარაგება შეწყვიტოს. რაც ახლა ხედავთ, ეს მხოლოდ დასაწყისი. როცა უკრაინა აგრძელებს საშუალო დიაპაზონის დარტყმების კამპანიის გაფართოებას, ის კიდევ უფრო მეტ დრონს ამარაგებს ხელოვნური ინტელექტით. დარტყმების ტალღა, რომელსაც ახლა ხედავთ, ცუნამად გადაიქცევა. ასობით სატვირთოს განადგურება 1000-ებად იქცევა, როცა უკრაინა მარტივ სტრატეგიას მიხვება. თუ ლოგისტიკას გაანადგურებ, საკვებიც დაიკარგება. და რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას რუსეთისთვის, უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ საკვების სატვირთოებზე მიიტანოს იერიში. საწვავის ცისტერნების დაკარგვა უკრაინის საშუალო მანძილის სტრატეგიის გამო კიდევ უფრო აზიანებს რუსეთის მომარაგებას. როგორ? რა სჭირდება საკვების სატვირთოს ტვირთის გადასატანად? საწვავი. თუ რუსული საწვავი იწვის იმავე გზებზე, სადაც ქვეყნის საკვები ნადგურდება, შეიძლება ორმაგი დარტყმა მიიღოს შიმშილობის მხრივ. დაკარგული საწვავი ვეღარ გამოიყენება, რაც ნიშნავს, რომ მომარაგების ის სატვირთოებიც კი რომლებიც უკრაინის სამხრეთისთვის განკუთვნილ საკვებს ატარებენ, ვეღარ გადაადგილდებიან. ისინი უძურდებიან ისე, რომ დარტყმას არ იღებენ. და თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს, BBC გიხსნით, რატომ არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი.
გაითვალისწინეთ, რომ ყირიმში საწოვის მასიური დეფიციტია, რის გამოც ბენზინგასამართ სადგურებს მოუწიათ შეზღუდვა და მძღოლებს თითო მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი საწოვის შეძენის უფლება აქვთ. ეს საკმარისი საწოვი არ არის იმისთვის, რომ საკვების სატვირთო მანქანა ყირიმიდან სამხრეთის ტერიტორიებზე გადავიდეს. და ხოლ ჯერზე, როცა რუსეთი დიზელის ან ბენზინის ტვირთს გზებზე აგზავნის, რომლებიც ყირიმს უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთთან აკავშირებს, ის უკრაინის დრონებს კიდევ ერთხელ იწვევს დარტყმისთვის. რაც შეეხება ყირიმს, ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიკავა, რუსეთის მუცელზე უკრაინის დარტყმებს ვერც ის გადაურჩა. როდესაც უკრაინა იწყებს კამპანიას, რომ შიმშილით გაანადგუროს რუსეთის არმია, ყირიმში საკვების პრობლემები უკიდურესად მძაფრდებება. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ დღესვე, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი არც ერთი ვიდეო, სადაც ვამხელთ რუსეთის არმიის რეალურ მდგომარეობას უკრაინაში. 9 ივნის United.4 მედიამ გამოაქვეყნა საინტერესო ანგარიში ყირიმში საკვების ბაზრის მდგომარეობის შესახებ ამჟამად. ანგარიში ნათქვამია, რომ უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ამტკიცებს, რომ ყირიმის ბევრ სასურსათო მაღაზიაში მთავარ პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულზე, ფქვილზე, შაქარზე, მაკარონზე და მარილზე დეფიციტია. ცენტრის განცხადებით, ზოგმა საცალო ქსელმა უკვე დააწესა შეზღუდვები ერთი პირისთვის საქონლის გაყიდვაზე, რაც მხოლოდ ზრდის პანიკას მოსახლეობაში. ნიკას მოსახლეობაში. ასევე ნათქვამია, რომ ამ ძიმე მდგომარეობის მიზეზი ისაა, რომ უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმები აჩერებს რუსულ სასურსათო სატვირთოებს ნახევარკუნძულზე მისვლას. თითქოს მისი ჯარისკაცებისთვის საკვების მიწოდება საკმარისი პრობლემა არ იყოს. პუტინსა და მის კრემლის თანამოაზრეებს ახლა უკვე სამოქალაქო მოსახლეობაზე გავრცელებული საკვების დეფიციტის პრობლემაც აქვთ მოსაგვარებელი. ეს პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა. რამდენიც არ უნდა ეცადოს მარიონეტული მთავრობა ყირიმში, ვითომც არაფერი ხდება, მათ ვერ მოატყუებენ იმ ადამიანებს, ვინც აშკარად ხედავს ცარიელ სუპერმარკეტების თაროებს. პროპაგანდა ხალხს მუცელს ვერ დააპურებს და უკვე იუწყებიან, რომ ყირიმში ამ პრობლემის გამო საზოგადოებრივი შეშფოთება იზრდება. რუსეთი ახლა კარგავს შესაძლებლობას უზრუნველყოს ყირიმის ნახევარკუნძულზე მარაგების მიწოდება. და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. საკვების ამ დეფიციტის წყარო არის უკრაინის თავდასხმები ყირიმის სახმელეთო დერეფანზე, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებთან, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ ორმხრივი მოძრაობა მიმდინარეობს. ამ სამხრეთ ტერიტორიებიდან მომარაგება ყირიმამდე არ აღწევს. ეს აშკარაა, თუმცა რუსეთი ასევე აწვის მომარაგებას ყირიმში რუსეთის მატერიკიდან, ხშირად კერჩის ხიდის გავლით. ეს მომარაგება შემდეგ იგზავნება იმავე მომარაგების მარშრუტებით, რომელსაც უკრაინა უტევს, როცა ისინი სამხრეთ ტერიტორიებისკენ მიემართებიან და ბევრ შემთხვევაში ჩახერგვის წერტილებისკენ, ჩერნიგივკაში, კამიანკასა და როზივკაში. შეგიძლიათ მიხვდეთ, საითაც მიდის ეს ყველაფერი. ჯერ ყირიმში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ხედავს, როგორ იკლებს საკვების მარაგი, რადგან რუსეთი საკვების მიწოდებას ფრონტზე დააყენებს პრიორიტეტად, მაგრამ საბოლოოდ ეს აღარ იმუშავებს. როდესაც უკრაინა ზრდის საშუალო მანძილზე დარტყმების ინტენსივობას, მომარაგება, რომელიც ყირიმიდან სამხრეთ ტერიტორიებში უნდა ჩასულიყო, აღარ აღწევს დანიშნულების ადგილას. 4 საველე არმია შიმშილობს და ამის შედეგად რუსეთის შეტევები როგორც უკრაინის სამხრეთში, ისე აღმოსავლეთში ზარალდება. უკრაინას ძლიერი ხელი აქვს. ამჟამად ისინი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს აღჭობენ, მაგრამ საქმე კიდევ უფრო ღრმად მიდის. როდესაც სამხრეთში მყოფი 4 საველე არმია აცნობიერებს, რომ უკრაინას შეუძლია მათი საკვების მიწოდება ნებისმიერ დროს გაანადგუროს, ხოლო ყირიმში ოკუპანტები ცარიელ სუპერმარკეტების თაროებს უყურებენ, კიდევ უფრო მეტი საკვების პრობლემა ჩნდება. მხოლოდ ისაა, რომ ეს პრობლემები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეხება, ისინი თავად რუსეთს აზიანებს. ეხლა ჩვენ არ ვაპირებთ ვიკამათოთ, რომ რუსეთი იმავე ტიპის საკვების დეფიციტს განიცდის, რასაც მისი ოკუპანტები. ეს ტყუილი იქნებოდა. მაგრამ რაც რუსეთში ხდება, ისაა, რომ 4 წლიანი ომი ქვეყნის ეკონომიკას დაარტყა, რის შედეგადაც საკვების ფასები იმ დონემდე გაიზარდა, რომ საშუალო რუსს უბრალოდ აღარ შეუძლია გაუმკლავდეს. მაღაზიებში ჯერ კიდევ არის საკვები, მაგრამ ინფლაციის გამო ის იმდენად ძვირი გახდა, რომ რუსი მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან დიდი ხანია ასე რთული არ ყოფილა საკვების ყიდვა. რაც აქ ჩანს ისაა, რომ უკრაინას არც კი სჭირდება პირდაპირ რუსეთის კუჩში დაარტყას, რომ ქვეყანას შიმშილმა მოიცვეს. რუსულ ნებისმიერ სამიზნეზე თავდასხმა საკმარისია და უკრაინა ყოველდღე უფრო ართულებს პუტინისთვის და მის ხალხისთვის მდგომარეობას, როცა წარმატებით იცავს თავს შეჭრისგან. BBC-მ თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოავლინა, რამდენად მასშტაბურია რუსეთში საკვების ინფლაციის პრობლემა. მან ესაუბრა მოსკოვში მცხოვრებ სარეკ ომო სპეციალისტს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი თვიური საკვების ბიუჯეტი $450-დან $555 გაიზარდა, რაც 22%-ით ზრდას ნიშნავს. ეს რამდენიმე წლის განმავლობაში არ მომხდარა. ასეთი მასშტაბური ფასების შოკი ალექსანდრეს ერთ თვეში დაატყდა თავს. თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთში თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტის ფასი მკვეთრად გაიზარდა 2024-დან 2026 წლამდე. კარტოფილი და შოკოლადი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან მათი ფასები 2 წელიწადში შესაბამისად 177%-ით და 125%-ით გაიზარდა. მაგრამ საერთოდ არ უნდა შეხედოთ, მსგავსი სურათი აურათია. რუსეთში რძის ფასი 2024-დან 2026 წლის დასაწყისამდე 59%-ით გაიზარდა.
კონსერვირებული ლობიო ეხლა 55%-ით წვიდია, ქველი 50%-ით გაძვირდა და უბრალოდ თეთრი პურიც კი რუსეთში 2026 წელს 55%-ით მეტი ღირს ვიდრე 2024-ში. ეს არის უკრაინის ომის ფასი რუსეთისთვის, რომელსაც ხშირად ვერ ვხედავთ. პირდაპირ შიმშილი ფრონტზე თან ახლოს საკოის ფასების არამგრად ზრდას მატერიკზე. Moscow Times მაც აპრილში ამ საკითხზე გააკეთა რეპორტაჟი. ის ამტკიცებს, რომ დაბალფასიანი საკვების და მაღაზიის ბრენდული პროდუქტების მოთხოვნა მთელ რუსეთში მკვეთრად იზრდება, რადგან მყიდველებს აღარ შეუძლიათ იმ ბრენდული საქონლის ყიდვა, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ ყიდულობდნენ. რუსეთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, რომ რეალური შემოსავლის ზრდა გარკვეულწილად ჯანსაღია. სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტო როსტატმა აღნიშნა, რომ ზრდა 2025 წელს შენელდა და 7.4%-ს მიაღწია. 2024 წლის 8.2%-თან შედარებით, ხოლო 2025 წლის ბოლო კვარტალში შემოსავლის ზრდა 5.8%-მდე დაეცა. ეს ციფრები ნახევრად მისაღები იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ საკვების ინფლაცია ამ ზრდის მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება, თუნდაც ყველაზე საბაზისო პროდუქტებს. კიდევ ერთხელ, რუსეთს არ ემუქრება საკვების დეფიციტი თავის მოსახლეობისთვის მატერიკზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვში ყირიმის მსგავსი სიტუაცია განვითარდეს. მაგრამ რასაც ვხედავთ, არის პუტინის ომის ეკონომიკური გავლენა, რომელიც უკვე რიგით რუსამდე აღწევს. ეკონომიკა, რომელიც 2022 წლის შემდეგ უფრო მეტად უახლოვდება ნგრევას, საშუალო რუსისთვის სულ უფრო და უფრო ართულებს საკვების შეწყვეტის შეძენას. რუსეთის 4 საველე არმია სამხრეთში ბევრად უარეს მდგომარეობაშია. მალე ისინი ნამდვილად ასე იქნებიან, რადგან უკრაინა აფართოებს თავის საშუალო მანძილის კამპანიას, რათა დაასუსტოს რუსეთის არმიის მომარაგება. საკვანძო პრობლემა არ არის დრონი, რომელიც ჩერნიგივკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში ერთ სატვირთოს ანადგურებს. მთავარი საფრთხე რუსეთის არმიისთვის ისაა, რასაც ეს დარტყმა წარმოადგენს. დაცული ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლა საფრთხის ქვეშაა. უკრაინამ რუსეთის მთელი სამხრეთის სამხედრო პოზიციის ლოგისტიკური ბლოკირების წერტილები გამოავლინა. ახლა მხოლოდ დარჩენილია, რომ მარწუხები მოუჭიროს. ხელოვნური ინტელექტის დრონების ჯგუფები და კიდევ უფრო მეტი თავდასხმა სატვირთოებზე, რომლებიც ყირიმსა და ოკუპირებულ სამხრეთს შორის გადაადგილდებიან, მალე იქნება. მალე ცარიელ ყირიმის თაროებს 4 მთელი საველე არმიისთვის საკვების ამოწურვაც დაემატება. შედეგად შეტევების შესუსტება და უკრაინას რუსების უკუგდებისა და კონტრშეტევისთვის მეტი შესაძლებლობა ექნება ვიდრე ოდესმე. ყირიმი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთის საკვებისა და საწოვის პრობლემებს სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეტად განიცდის. ამაზე უკვე ვისაუბრეთ ვიდეოში, მაგრამ სწორედ უკრაინის კამპანია გადამწყვეტ RR280 სახმელეთო დერეფნის წინააღმდეგ იწვევს ამ ზიანს. 2014 წლის შემდეგ პირველად ყირიმის გათავისუფლება აღარ გავს მიუღწეველ ოცნებას. ეს გავს გრძელვადიან კამპანიას, რომელიც ნახევარკუნძულს უკრაინას დაუბრუნებს. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი გამოძიება იმ დამანგრეველი პრობლემების შესახებ, რომელსაც პუტინის ხელქვეითები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწყლებიან. მადლობა ყურებისთვის.